მოგესალმებით თვითფასო მეგობრებო. თქვენ უყურებთ ჩემ არხს, ლადოს არხს უყურებთ. პირდაპირ გადავალ საქმეზე, ჩემო თვითფასებო. ძალიან ბევრი კომენტარები მომდის, ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ამ ეტაპზე. კიდევ გვინდა რომ მოგვიმართოს მაყურებელი. დიდ მადლობას მოგიხდით რომ უყურებთ, ვისაც გამოწერილი გაქვთ დიდი მადლობა და ვიც კიდე გამოიწერთ მომავალში ჩვენ არხს, ბევრი საინტერესო ამბები გველოდება. ესეთი კომენტარები მოდის ხოლმე, ძველი კაცი ხარ შენო და ძველებური რეცეპტები შემოგთავაზეო, ძველებური საქმელებიო. ხო და ვიფიქრე და მოვიფიქრე ძველი ერთ-ერთი ძველი რეცეპტი, რომელიც სხვადასხვა დროს კომუნისტების დროს რო სასადილოებში რო იყო, ესეთი კერძი მოვიფიქრე და დღეს ამას მე გთავაზობთ. ამ კერძს ჰქვია ბიტკი. ვინც იცით, ძალიან კარგია, გაიმეორეთ თქვენ აზროვნებაში ეს ძველი კერძი, ვინც არ იცის, დავიწყოთ ნელ-ნელა კეთება, ჩემო თვითფასო მეგობრებო. მე პატარა ისტორიას მოგიყვებით, პროცესი რო წავა, საიდან გამახსენდა ეს კერძი ბიტკი. ეხლა პირდაპირ სიტყვიდან გადავიდეთ საქმეზე. მცირე ინგრედიენტები დაგჭირდება, რა თქმა უნდა, ფარში დაგჭირდება, соусისთვის დაგჭირდება ტომატი, არ გაჩვენებთ ვისი წარმოება და გემრიელი რო იყოს ცოტა соуსი თვითონ და პომიდორს გამოვიყენებთ ამისთვის. ჩვეულებრივ დაგჭირდება მე აუცილებლად გარნირად იქნება პიურე და პიურესაც გავაკეთებთ ჩვენებურად. ხო მარტივია პიურე, მაგრამ მე შემოგთავაზებთ ჩვენებურ რეცეპტს პიურეს მომზადების. დავიწყოთ ახლა ნელ-ნელა მწვანილები დაგჭირდება რაღაცები და აქ ფარშია დაახლოებით 1 კილომდე ფარშია, ჩემო თვითფასებო და შერეულია 70% ზროხა, 30% ღორის ხორცია შერეული. პირდაპირ დავიწყოთ ახლა კეთება. საკმარისია. ეხლა წითელი წიწა გამაქვს ცოტა მსხვილი, ამას მე ჩოფერში მოვაყოლებ მწვანილთან ერთად, რომ ცოტა უფრო დავაწვრილოთ და დაგჭირდება ცოტა შავი პირბილი. გემოსთვის ეს ასე კვერცხი ესე დროებით ეს არ აღჭირდება ფარში, აქეთ გადმოვიტანოთ და დავიწყოთ ამის მომზადება, მწვანილები ხახვი და ესეთი ყველაფერი, 4-ხად გადავჭრათ, ეს უნდა ყველაფერი გავატაროთ ჩოფერში, ესე. ერთი ცალი ეყოფა ამ მასას, ამ ფარშის მასას, ერთი ცალი ბულგარული ეყოფა. ესე გადავჭრათ. ამოვასურთავოთ შიგნიდან. ესე. ესენი არ გვინდა. ესე. და ესენიც ესე დავჭრეთ, რომ გავატაროთ. გავაწვრილოთ. ჩემო თვითფასებო, როგორც ადრე მაქვს ნახსენები უკვე ჩემ ამ რეცეპტურაში ნიორს ძალიან ცოტას ვიყენებ და ერთი პატარა კბილია ესეთი ნიორი უნდა გამოვიყენო ამ ფარშზე. იმისთვის რომ პატარა ესეთი ელფერი შეიტანოს, პატარა გემო რომ ისეს. ბევრი ნიორი არ მიყვარს ზოგადად.
ერთსალი კარტოფილი დაგვჭირდება, ესაც წვრილად დავჭრათ. ესე და დამჭირდება ცოტა ხინძი და ცოტა ოხრახუში. აი ეს ნაწილი ეყოფა, აი ესეთი. თქვენ აქ გაჩვენებთ ოპერატორ აჩვენეთ, აი კამა მაქვს მომზადებული. აი ეს კამა აქ არ უნდა ამაში ამ ფარში, ეს კამა მაქვს მომზადებული სპეციალურად მიყვარს ბოლოს უკვე რომ მომზადებთ პიურეს ამ კესთან ერთად, ლამაზად მოვაყრით ცოტა კამას. მიყვარს პიურეზე ცოტა კამა. აი ესეთი პროცესი იქნება. ეს ახლა მოვათავსოთ ყველაფერი აქ. ესე. და წვრილად გავატაროთ და გავქვათ. ესეთი ერთგვაროვანი მასა გახდა და შევურიოთ ფარში. შევურიოთ ფარში. ეხლა ცოტა ხანი ეს გადავაფაროთ და ცოტა ხანი დავტოვოთ. რომ თავისებური გემოები გაუჭდეს ამ ფარშს და მივხედოთ ჩვენ პიურეს. ეს ცოტა ხანი ეხლა აქეთ ხარეს დავდოთ და გადავიდეთ პიურეს კეთებაზე. ჩემო ძვირფასებო და გეტყვით ერთ რაღაცას, აი აქ ხედავთ მე მიდეს რძე, არ გამოჩნდეს ფირმა და იმისთვის მაქვს ეს მოტანილი, მომზადებული, რომ პიურე უნდა გავაკეთოთ რძით. დავჭრათ და მოვამზადოთ. დავიწყოთ ახლა ფარშისგან პატარა ბურთების კეთება. ბიტკი, ეს არის ბიტკი. პატარა ბურთები. ეს ერთი
ბოლო ბურთებით შევწვით. და აი ეს სუნელი სომახა, რომელიც რო იყო ბევრი საუბარი, დაფქვილი კოწახურია. როგორც გითხარით ადე და ისიც და დაიმახსოვრეთ, ძალიან უხდება ქაბაბს აყრიან ეს რესტორნებში და სახინკლებში ამას ქაბაბზე და რახან ეს ჩვენი აი ესეთი ლამაზი პატარა ბურთები ფარშით არის გაკეთებული. მოვაყაროთ აი ესე საკმარის მოვამზადოთ ახლა соуსი პამიდრისგან და ტომატისგან. ტომატი გავხსნათ წყალში. მოკლედ ჩვენი ბიტკის соуსი უკვე მზადებისკენ მიდის. ეხლა დაგვრჩა მარტო აი ესეთი მშრალი გამომხმარი რიჰანი, ხო? რიჰანი, აი ძალიან ცოტა. აი ესე რიჰანი. ცოტა წითელი დაფქვილი ციცაკა. აი ესე და რა თქმა უნდა მარილი. აი ერთი ესეთი კოვზი ეყოფ ამას. წამოუვლიოთ ახლა კარგად. აი ესე და ცოტა ხანი დავადგათ გაზზე. ესეთ ჩვენი ბიტკის соуსი. აი ჩვენი соусიც დამზადდა და ეხლა დაბალ გაზზეა ეს ყველაფერი, დაბალ გაზზე. აი ჩვენი ლამაზი ბურთები და ჩავასხათ ეხლა ნელ-ნელა соуსი დავასხათ. აი ესე აი ესეც ჩვენი ძველი კერძი. აი მეგობარი მოვიდა ახლა და ბიტკი კერძი არ გამიგიაო მე და გავასინჯო ახლა. აი ესე დაიფარა ამ соуსში ჩვენი ბურთები, ჩვენი ბიტკი და ამას ჭირდება დაახლოებით 5 წუთი. არც კი ჭირდება 5 წუთი და მოვაყაროთ ახლა გემრიელად ქინძი და დაჭრილი პეტრუშკა, აი ეს წვანილი. ლამაზად მოვაყაროთ. აი ესე. აი ესე. 1 წუთი. აი ესე გავხსნათ. 1-3 წუთი ვადუღოთ, 3 წუთი მეტი არ უნდა. რომ ხორცში გაჯდეს ეს соуსის გემო. აი ესეთი ლამაზი რაღაცა გამოვიდა და გემრიელი. გავთიშოთ ახლა და ცოტა ხანი შევაციოთ და მივხედოთ ჩვენ ძველებურ პიურეს.
დავხატოთ კარაქი და აი რაც თავარია აჩვენოს ოპერატორმა რძე კარაქი და რძე აი დაახლოებით ერთი ჭიქა მარილი უკვე ნაკნარი გვაქვს ხარშვის დროს და ნელ-ნელა ახლა მოვურიოთ აი როგორი გამოვიდა ნახეთ რძეშია გაკეთებული ნახეთ როგორია თავის წვენი ესე და რა თქმა უნდა გვერდზე უნდა მოვუსხათ პიურე პიურე აჩვენეთ როგორი თხელია და ბოლოს მოვაყაროთ აი პიურეს უხდება აი ესეთი ლამაზად მოვაყაროთ კამა დაამზადეთ არინანეთ აი ესეთი ძველი განახლებული კერძი მოვამზადეთ დღეს თქვენთვის თქვენი თხოვნით ლადო მოძებნე ძველი რეცეპტებიო და ძველი კერძებიო დაგიმზადეთ ბიტკი თავის პიურეთი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე უყურეთ ლადოს არხს გამოიწერეთ ვისაც არ აქვს გამოწერილი მომავალ შეხვედრამდე